მაგრამ უხერხულად გძნობ თავს რო არ დაგიმალოთ რომ ადამიანები რჩებიან კიდევ არა მხოლოდ ამ ციხეში, აგერ გვერდით ქალთა ციხეში უამრავი ადამიანი გზანის ციხეში, რუსთავის იქით ციხეში კიდე საბა ჩვენი უხერხულობა გარდაიქმნება იმათ რომ მალე ძალიან რომ ბოლომდე ვიბრძოლებ მათი აქედან გამოსაყვანად, იმიტომ რომ ესე ვგრძნობთ თავს ყველანი რაღაცნაირად ნაკლოვანად მორალური თვალსაზრისით, მაგრამ თავარი ის არის რომ მათი ძალა, შემართება და ენერგია გვაკლია. აქ არის ნიკა, იცით, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გვერდით ელენე, მიშა აქ, მურთაზია, ხაბე და ბევრი არ მინდა რომ ვინმე გამორჩეს, მზია ბრმავდება გვერდით აგერ ქალთა ციხეში, საბა აწამეს, ისიც რუსთავშია, უამრავი ბიჭი თუ ასე ვთქვათ ხნოვანი ადამიანი ზის ბრძოლისთვის ციხეში, საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნება ისეთი, ვიდრე აქამდე იყო, მათ დაჭერამდე, ეს გამორიცხული ამბავია. და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშეც გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია, ამიტომ ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ აქედან. ნიკა, პოლიტიკურ პროცესს როგორ შეაფასებ თავისუფლების შემდეგ, 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ? განსაკუთრებულ აქცენტს ვამენ. თქვენ რას ჩემთვის მნიშვნელოვანია შინაარსის სიტყვების ყველაზე მეტად. მე ვიცი ერთი რამ, ერთად უნდა ვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ეს შედეგი, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ სიტყვა ყმადაღებულ ერთობას არ ვიხმარ, მე არ ვიცი ამის უკან ახლა ვინ როგორ რას მოიაზრებს, ყველა სხვადასხვა რამეს, რა ვიცი, ერთ პოლიტიკურ სუბიექტს სალაპარაკო პლატფორმას თუ ასე შემდეგ, ჩემს მნიშვნელოვანია მოქმედების პლატფორმა როგორია. ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ იყო სასამართლო პროცესის და მტკიცებულებების აბსურდულობაზეც საუბრობდით, ნიკა. ეხავე ორივეზე მოგახსენებ, არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში არც ერთი ეპიზოდი, სამწუხაროდ სხვა შორის ან დამღლელია ეს ყველაფერი, მაგრამ არ ყოფილა არც ერთი ეპიზოდი ბრძოლისა, როცა ეს საჭიროა. ეს თვითმიზანი კი არ არის ჩემი, მეც მინდა რომ ვიცხოვროთ ჩვეულებრივი ცხოვრებით, თუნდაც სრულიადაც არა პოლიტიკით, მაგრამ მას მერე რაც ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი, ნამდვილად ქართული და ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ ვიცხოვროთ ყველამ ბედნიერად, მათ შორის კოცებმაც. სხვა შორის ამაზეც მინდოდა 1-2 სიტყვა მეთქვა, აქ ვინც კოცები არიან ახლა. ხო, თუ უკვე აღარ არიან კოცები, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, ნუ მე ამ ხალხს პირდაპირ გეტყვით, ასე რაც არ უნდა მოყვეს ახლა ამ ჩემ ნათქვამს და ვიცი რომ მოყვება აუცილებლად, მე მათგან ვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად, იმიტომ რომ პოლიტიკური პატიმრება იზომება არა იმით ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გონია რომ ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო. აქ მცდომ კონცეფციაც არ ღირსებია თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსება. ნიკა, ელოდით პროცესების ამგვარ განვითარებას, რომ ოცნების მაღალჩინოსნებიც აღმოჩნდებოდნენ საპატიმროებში? ელოდით? თუ ელოდით და ხო რეჟიმს პოლიტპატიმარი ჭირდება კი არა, რეჟიმ პოლიტპატიმრების გარეშე საწვავია მათთვის რეალურად. იმიტომ რომ შიშია მათი მთავარი საწვავი, ჩვენ თუ პროექცირებთ ამ შიშს, გვეშინია და ამ შემდეგ ეს არის ერთადერთი საწვავი, რომელიც თავის დანგრეულ ავტომობილში ახლა ისინი ასხამენ.